მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ აღუშფოთველობაზე. არ შეგაშინოთ ამ სიტყვამ. აღუშფოთველობა ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ სიმშვიდე, სიმშვიდის მდგომარეობა. აღუშფოთველობა უფრო მეტია, ვიდრე სიმშვიდე, გვეუბნება ედ მაილეტი. მე-17 თავში წიგნი კიდევ ერთის ძალა და ამ თავს ქვია აღუშფოთველობის კიდევ ერთი ხარისხი. ბედნიერად ცხოვრებისთვის აღუშფოთველობისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. მარტივად რომ ვთქვათ, აღუშფოთველობა უშფოთველობის და სულიერი სიმშვიდის მიღწევაა სტრესული ფაქტორებით სავსე სამყაროში. ოღონდ ის გაცილებით მეტია. აღუშფოთველობა სიმშვიდის წებუა, რომელიც ამ ციკლში გადმოცემულ ბევრ ასლს უდევს საფუძვლად. შემოთავაზებული სტრატეგიების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებისთვის აუცილებელია, რომ აღუშფოთველობის მაღალი დონე შენი ხასიათის ნაწილი იყოს. და როგორც ყოველთვის, კიდევ ერთის პრინციპით მოაზროვნეებისთვის აუცილებელია კონდეს ეს თვისება. მე თვისებას დავარქმევდი, რადგანაც მოგეხსენებათ, ყველას არ აქვს ეს შეგრძნება, ხო? ყოველთვის, როდესაც რაღაცა ისეთი სტრესულ სიტუაციებში ვარდებით, ან როდესაც არის დაბრკოლებები წინსვლის გზაზე, ჩვენ როდესაც რაღაცა დავისახავთ მიზნად და მივდივართ ამ გზაზე და შეგვხვდება დაბრკოლებები, აღშფოთებული ვრჩებით ხოლმე ხშირ შემთხვევაში, რაიმე თუნდაც შეცდომა თუ მოხდა, ან არასწორად წარიმართა, ან თუნდაც ისე წარიმართა საქმე, რომელიც ჩვენზე არ არის დამოკიდებული და ჩვენგან დამოუკიდებელი რაღაცა მოულოდნელი დაბრკოლება შეგვხვდა. ამიტომ არის სწორედ ეს თავი განკუთვნილია იმათთვის, ვინც ამ პრინციპებით იცხოვრებს, კიდევ ერთის მოაზროვნე იქნება და დაეხმარება ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში ეს მდგომარეობა, ანუ ეს თვისება, ან შეიძლება დავარქვათ ჩვევაში გადაზრდილი თვისება. საკმარისად საინტერესო თავია და მოდი ახლა წავიკითხავ მე რაღაცებს, ნაწყვეტებს და შემდეგ განვიხილოთ ერთად. მშვიდი გონების და სულის ძებნა მოუხელთებელი სათნოებაა. ადამიანები ჩემი ჩათვლით მთელი ცხოვრება ეძებენ აღუშფოთველობას, მთელი ცხოვრება ვცდილობს სიმშვიდის პოვნას. ჩემთვის სიმშვიდის მოპოვება იმ ვითარებაშია ყველაზე ადვილი, რომელიც განსაკუთრებულ დაძაბულობას არ მოითხოვს, მაგრამ გაცილებით ფასეულია თუ მას დაძაბულ ვითარებაში მივახცევ. რა თქმა უნდა, ახლა, როდესაც ყველაფერი ძალიან კარგად არის და ყველაფერი ისია ცხოვრებაში, როგორც ჩვენ გვინდა, ამ დროს სიმშვიდის შენარჩუნება საკმარისად მარტივია. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყოველთვის არ გვაქვს ხოლმე ეს მდგომარეობა, ანუ მოცემულობა, ფაქტები არ გვიწყობს ხელს, რომ სულ ყოველთვის ვიყოთ შვიდად. და განვიხილოთ ახლა დავიწყოთ ამაზე ვისაუბროთ. მე მგონი ძალიან საინტერესო თემაა. რაც შეეხება ახლა დავიწყებ იქიდან, რომ აღუშფოთველობა არის ერთგვარი მდგომარეობა, რაც არაერთხელ ვახსენე, როდესაც გული არის მშვიდად, გონებაც მშვიდია, ანუ ტვინიც მშვიდად არის და რაც მთავარია, სულში არის სიმშვიდე. უბრალოდ ეს ის მდგომარეობაა, როდესაც შფოთვები აღარ არის და ეგრეთ წოდებული, კარგად გრძნობთ თავს, სიმშვიდეში ხართ. სხვათა შორის აქ როგორც ახსენა, რომ მე როდესაც კარგად მიდის საქმე, მაშინ ადვილად ვიყავ ხოლმე მშვიდ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, მე ჩემ მაგალითს მოვიყვან, ყოველთვის ვიყავი ემოციური, მე თვითონ პირადად ძალიან ემოციური ადამიანი, სანამ არ ვისწავლე ჩემი ემოციების კონტროლი. იმიტომ რომ ემოციები ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს ხო ჩვენს ცხოვრებაში. ემოციები პირდაპირ კავშირშია სხეულის მდგომარეობასთან, სხეულის შეგრძნებებთან, ჩვეულებრივად სტრესული მდგომარეობები ახლა ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ ამაზე, რომ ყველას გვაქვს ცხოვრებაში და ყოველდღიურად გვხვდება, მაგრამ ეს სტრესული მდგომარეობები ზოგიერთი ადამიანისთვის არის ყოველდღიური მოვლენა და ამას არ აღიქვავს რაღაცას განსაკუთრებულად და ინარჩუნებს
ბევრი ადამიანის სიმშვიდეს, მაგრამ ჩემ შემთხვევაშიც არ იყო ესე, ვერ ვინარჩუნებდი სიმშვიდეს, პატარა რაღაცაზე შეიძლება დამეკარგა წონასწორობა, რას გულისხმობ, იცით, მე თვითონ ჩემ თავს ვავნებდი, ანუ ვნერვიულობდი, ან შეიძლება ვიღაცამ რაღაცა ისეთი გითხრა, რომელიც არ გესიამოვნა, ხო, ყოფილა ესეთი შემთხვევა და მე შემეძლო მთელი ჩემი ენერგია ამაზე დამეხარჯა, რომ რატომ მოხდა ესე, რატომ მითხრა, ან რატომ უპასუხე ესე, ან რატომ ვერ უპასუხე და უამრავი ესეთი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ განსაკუთრებულად აღნიშნავ ამ ბოლო დროს, როდესაც დავაფიქსირე ჩემი შინაგანი სიმშვიდე, როდესაც ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდი, ერთგვარი, იცით როგორი მომენტი იყო, მართლა რომ უკვე ძალიან თითქოს ყველანაირად ვიყავი წესით უნდა გავნადგურებულიყავი, ანუ ისეთი მომენტი იყო ცხოვრებაში, რომ ამაზე უარეს ვერ წარმოვიდგენდი, გარკვეული ესეთი მქონდა ესეთი მომენტი ცხოვრებაში და ზუსტად მაშინ იმდენად შემოვიდა ჩემში სიმშვიდე, რომ ვგრძნობდი, რომ უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა და რაღაცნაირად მივაღწე ამ სიმშვიდის მდგომარეობას და ეხლა გამახსენდა ეს მომენტი, იცით, რაღაც ძალები, ზებუნებრივი ღმერთის ძალა, თუნდაც სამყაროს ძალები დამეხმარა, რომ ეს მდგომარეობა მომიპოვებინა, რამოდენიმე ხანი გაგრძელდა აბსოლუტური სიმშვიდის მდგომარეობა ჩემში, იმდენად ყველაფერი სულ ერთი იყო. იმიტომ კი არა, რომ რაღაცა მაგალითად სულ ერთია რაც მოხდება და ხელი ჩავექნიე. არა, პირიქით, რაღაცა მინდობა სამყაროსი და ნდობა გამიჩნდა, იცით, უფრო მეტად ვიგრძელი, სულ გვაქვს ვითომ, სულ მქონდა ვითომ, მოდი ვენდობი სამყაროს და რაღაცა გონება ყოველთვის იყო ამისკენ, მაგრამ ეს აღქმა სხეულშიც, სულშიც, გულშიც, ერთიანად, ტვინშიც, ერთიანობაში მოვიდა ეს მდგომარეობა, რომ მე ხა ვარ მშვიდად და მართლაც ვიყავი მშვიდად. რაღაც დროის მერე, რა თქმა უნდა, შემოვიდა უკვე რეალობა, სწორედ აღქმა რეალობის უпростоრად, მაგრამ ეს სიმშვიდე მაინც არ დამიკარგავს და მადლობელი ვარ მე უფლის სამყაროსი, რომ მithumetes ეხლა ესეთი წელი იყო 2025 წელი, ტრანსფორმაციის წელი იყო ყველასთვის, იცით ალბათ თქვენ და გსმენიათ ამის შესახებ, ვინც არ იცის, რა თქმა უნდა, ეხლა გაიგებს და რაღაცნაირად ამ მადლიერი ვარ, რომ ამ წელს მოვიპოვე, სწორედ ვიპოვნე ის წერტილები, ის მომენტები დავაფიქსირე, რომელიც არასოდეს ამდენი წლების მანძილზე ასე ცხადად არ მქონია, რომ ასეთი ერთიანობის, სიმშვიდის ერთიანობაში ვიყავი შესული. კარგი, დავუბრუნდეთ ახლა ჩვენს დღევანდელ თემას და მოდი ახლა ავხსნათ რა არის ეს აღუშფოთველობა და რაში გვეხმარება. რა თქმა უნდა, ახლა გვიხსნის ავტორი, რომ პრობლემების გადალახვაში გვეხმარება, როცა უკეთ მესმის, რას ნიშნავს აღუშფოთველობა და მისი გამოყენება პრაქტიკაში, ნაკლები დრო მჭირდება წარმატებამდე მისასვლელი გზების გასავლელად. ეს გზები კი უფრო მრავალფეროვანი და მყარია. ეხლა წარმატებამდე მისაღწევი გზები, ვამბობთ ჩვენ, წარმატება, სულ ამაზეა ხო ლაპარაკი, მაგრამ მინდა დავაკონკრეტო და კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ეს წარმატება არ ნიშნავს მხოლოდ კარიერაში წარმატებას ან მხოლოდ ფინანსურ წარმატებას. აქ ყველა ასპექტზე გვაქვს ხო ლაპარაკი, ცხოვრების ნებისმიერ სფეროზე და აქედან გამომდინარე ურთიერთობებს ეხება, ჯანმრთელობას ეხება, მიმღებლობა, მაგალითად ხო შეიძლება ადამიანს არ აქვს რაღაცის მიმღებლობა. ჩემს მაგალითზე ისე მოვყვები ჩემს მაგალითს, მე ძალიან გამიჭირდა მიმღებლობა მაგალითად რაღაცა გარდამავალი ასაკის, ძალიან მიჭირს ხომ ესეთი რაღაცეები, მიჭირდა უბრალოდ და ამაში ეს აღუშფოთველობა ძალიან დიდ როლს ასრულებს, როცა შენ როგორც გითხრა ხო, სიმშვიდის, შინაგანი სიმშვიდის
წებოა ბრჭყალებში, ანუ უფრო მეტია ვიდრე შინაგანი სიმშვიდეო და ნუ როდესაც მშვიდად არის ადამიანი, ტვინი რა თქმა უნდა, უფრო სწორ გადაწყვეტილებებს იღებს ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ მოცემულობაში, რაც არ უნდა მოხდეს, ეს კარგი იქნება თუ ცუდი, განსაკუთრებით ცუდზე არის ახლა ყურადღება გამახვილებული და როდესაც სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებ, ემოციებიც უკვე შენს მიერ იქნება კონტროლირებადი. ანუ შეძლებ ემოციების კონტროლს, სხეული თავისთავად, რომელიც ჩართულია მთლიანად ამ პროცესში და ჩვენ ხშირად იგნორს უკეთებთ ხოლმე სხეულს და არ ვფიქრობთ ამაზე, მაგრამ ბუნებრივად სხეულში შექმნილი აი ეს ინსტინქტები, თუნდაც გადარჩენის ინსტინქტებს, რასაც ვეძახით, უკვე აღარ იქნება ისეთი დონეზე გამძაფრებულად აღქმული სხეულის მიერ და აღარ გაგრძელდება. ნუ ინსტინქტი ნებისმიერ შემთხვევაში ჩაერთვება, როდესაც საფრთხის წინაშე ვდგავართ, ხო? არა აქვს მნიშვნელობა ახლა როგორ საფრთხეზე და რა საფრთხეებზე ლაპარაკი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისეთი მძაფრი აღარ იქნება, რომ გაგრძელდეს და ამას სერიოზული ფსიქოლოგიური ან შემდეგ უკვე ფიზიოლოგიური ზიანი მოგვაყენოს, ხო? ასე რომ კიდევ რა არის რაში გვეხმარება ეს აღუშფოთველობა. მაგალითად, როდესაც რაღაცა საქმეს ვაკეთებთ, აი ამ დროს კონცენტრაციის უნარში გვეხმარება. სიმშვიდე ყოველთვის და აღუშფოთველობა ეს არის ის რომ ჩვენ შევძლებთ საქმეზე ორიენტირებას, მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილებას ყურადღების და არ მივაქცევთ ყურადღებას ისეთ რაღაცებს, სადაც ჩვენი ენერგია ძალიან ესე იგი უკონტროლოდ დაიხარჯება და უმისამართოდ და ასევე მე ვიტყოდი რომ უაზროთ, იმიტომ რომ მე აღარ დაგვრჩება დრო იმისთვის, რომ ჩვენი ეს ენერგია აღარ დაგვრჩება იმისთვის, რომ სხვა საქმეებს მოვახმაროთ. ან მაგალითად, როდესაც რაღაცა დაბრკოლება მოხდება და იმის მაგრად რომ ვინერვიულოთ, აი მაგალითის სახით, დავჯდეთ და ეს რატომ დაგვემართა და მთელი დღე მაგაზე ვიფიქროთ და მაგაში დავხარჯოთ, გამოსავლის ძიებაში გადავიტანთ ამ ენერგიას და სიმშვიდით შეხვედრა, რა თქმა უნდა, უფრო ადეკვატურს ხდის ჩვენს გადაწყვეტილებებს, უფრო სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ხო, ნუ კონცენტრაციაზე ვისაუბრე და აქედან გამომდინარე ამის ხარჯზე უკვე ენერგია შენარჩუნდება ჩვენი ჯანმრთელობაც, ხო? ფაქტურად გამოდის, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ უკვე ბალანსს ნებისმიერ სიტუაციაში. კიდე რა გვაქვს აქ ახლა? არ მინდა რომ რამე გამომჩნდეს, იმიტომ რომ მე რო დავიწყებ ლაპარაკს, მე მივყვები და ვეღარ ვჩერდები. აღუშფოთ, ხო, მე აქ აქვს მოცემული რა იცით, რომ ეს არის ჩვეულებრივად არ არის უბრალოდ ესეთი რაღაცა, რომელზეც არ უნდა შევაჩეროთ ჩვენი ყურადღებაო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ და ფილოსოფიაც კი არის ერთგვარი უძველესი დროიდან, როგორც ფილოსოფია, ისე განიხილება. ეს არის ერთ-ერთი უძველესი ფილოსოფია მსოფლიოში. მისი ელემენტები კი არის ბევრ რელიგიებშიც გამოხატული, ხო? აი მაგალითად, როდესაც იმაში ძველი აღქმის მაგალითები ყავს მოყვანილი აქ, რომ როდესაც ძველი აღქმიდან არის ეს რომ აი უფალი იბრძოლებს თქვენთვის და თქვენ იყავით მშვიდად. ასევე იოანეს სახარებიდან აქვს მაგალითი, მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, როგორ ამბობს, არ მინდა რომ შემიშალოს, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ, სოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება. და ფსალმუნიდან აქვს კიდე ერთი მაგალითი, არ არის მშვიდობა ჩემს ძვლებში, ჩემი ცოდვის გამო. ანუ ყოველთვის და ყველგან იყო მნიშვნელოვანი რელიგიური კუთხითაც, ფილოსოფიაც არის, როგორც უკვე ვთქვი, და განსაკუთრებული ყურადღება აქვს გადატანილი წიგნში ბუდაზე, იმიტომ რომ ბუდაც ეს ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნეში ცნობილი ფილოსოფოსი იყო და შემდეგ უკვე იმდენად ბრძნული და იმდენად
საინტერესო და სასარგებლო იყო მისი მოძღვრება, სულიერი მოძღვრება, რა თქმა უნდა, სულიერი მოძღვარი იყო, რომ უკვე მისი სახელი აგერ საუკუნეებში და სამუდამოდ დარჩა ხო კაცობრიობის ისტორიაში. ანუ ესე იგი, ნახეთ ბუდასთან აქვს ესეთი მაგალითი გამახსენდა ეხლა აღუშფოთველობით გამორჩეული გონება, ეს არის ძალიან უხვი და ამაღლებული. ანუ მტრის და არაკეთილმოსურნეებისაგან თავისუფალი გონება და აქ ეხება უკვე ძალიან საინტერესო თემას, ეს არის ბუდას 8 ამქვეყნიული დრახმა, ანუ ბუდას სწავლებებიდან არის მოცემული. თუმცა სანამ ამ დრახმებზე და 8 ამქვეყნიურ ქარებსაც ეძახიან და სანამ ამაზე გადავალ და ვისაუბრებთ ამაზე, მინდა ვთქვა, რომ ყველა რელიგიაშია, ანუ ისლამშიც არის თურმე სიმშვიდე ძალიან მნიშვნელოვნად არის გამოსახული ისლამის სწავლებებშიც, ანუ თვითონ სიტყვაც ისლამი, არაბული წარმოშობის სიტყვა არის და როგორ გამოითქმება ასლამა ამ სიტყვიდან მოდის, რაც ნიშნავს თურმე სიმშვიდეს. ასე რომ აი ძალიან მნიშვნელოვან კიდევ ერთის ძალას განვიხილავთ დღევანდელ შეხვედრის დროს და მგონია რომ ყველასთვის იქნება საინტერესო. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის თითოეული თავი მნიშვნელოვანია და რაც უფრო განვიხილავთ, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელოვნებას იძენს ჩემთვის თითოეული მათგანი. ხო, აი ხა რაც შეეხება ბუდას ფილოსოფიას, 8 ქარი, 8 ამქვეყნიური მოვლენა, ამქვეყნიური ქარი, დრახმა ასე აქვს ხო განხილული, რას ნიშნავს ახლა? ეს ასახავს ჩვენი ცხოვრებიდან მიღებულ სხვა სიამოვნებებს და ტანჯვას, ანუ ნახეთ დუალობა, აი ორი მხარეა განხილული აქ, ხო? მაგალითად რო ჩამოვთვალო ნახე სანამ ამაზე გადავალ, მე მგონი სხვა რაღაცა იყო, მაგრამ არა უშავს ჯერ ამას განვიხილავ და მე უკან დავბრუნდები. ანუ მომენტებია განხილული, რომელიც ყველა ადამიანის ცხოვრებაშია და ეს იცით რა არის ეს მნიშვნელოვანია რომ წინასწარ ვიცოდეთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ არის ადამიანის ცხოვრებაში ძალიან კარგი მომენტები, კარგი მდგომარეობა, ეგრეთ წოდებული ცუდი მდგომარეობა და აი ამის ცოდნა გვეხმარება გააზრებაში და სხვათა შორის ძალიან დიდი იმედის მომცემიც არის. ნახეთ ეს 8 რა არის? ეს არის სიამოვნება და ტკივილი მაგალითად. სიამოვნება რას ნიშნავს? ხო, სიამოვნების მიღება ან დაკარგვა, რომელიც ტკივილთან მიგვიყვანს, ხო? ტკივილთან ტანჯვა, სხვა დაავადებებით გამოწვეული ტანჯვა, სიკვდილით, ან დისკომფორტი რაღაც ნებისმიერ საქმეში თუნდაც. მერე ასევე არის გამოყოფილი მეორე მხრივ სიძლიერე და პირიქით უძლურობა, უიმედობა. სიძლიერე არის როგორც ნებისმიერ საქმეში, მაგალითად სიმდიდრე, მატერიალური კეთილდღეობა, უიმედობა, რა თქმა უნდა, სიღარიბე უიმედობა, რაღაცის უკმარისობა, თუნდაც აღზრდის უქონლობა, სხვა პრობლემები, სადაც უიმედობა იქმნება. მერე არის დიდება და შერცხვენა, ესე ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო. ეს დიდება, ჩვენი ღირსება, ავტორიტეტები, სტატუსები, სამსახურში, საზოგადოებაში, სოციუმში ერთგვარი სტატუსი, თუნდაც ოჯახში მინიჭებული სტატუსები, სხვა როლები და შერცხვენა, რა თქმა უნდა, ეს სტატუსების დაკარგვა, რომელიც სირცხვილის ემოციას აღძრავს ჩვენში, ერთგვარი თითქოს დასჯათაც აღიქმება ხოლმე და ბოლოს ეს არის სიცოცხლე და სიკვდილი, სიცოცხლე, რომელიც პირობითად ქვია, ხო, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა, კარგად ყოფნა, კეთილდღეობა და სიკვდილი, უკვე სიკვდილი დაკავშირებულია სიცოცხლის დაკარგვა, იგივე ახლობლების დაკარგვა, სიკვდილის შიში, სხვადასხვა შიშები, შიშები ყოველთვის არის დაკავშირებული სიკვდილის შიშთან და ნებისმიერი სხვა შიშიც აი ეს სიკვდილთან არის აგერ აქ ამ იმაში
ჩამოთვლილთაგან ამ სიკვდილის სიმაშია შესული. ანუ ნახეთ რა ხდება ახლა აქ. თვითონ ამ მდგომარეობის აღუშვფოთველი მდგომარეობა რატომ არის საჭირო და რა მიზანი აქვს მას. ამის მიზანი აი ამ პრინციპით, ამ ბუდას ფილოსოფიის მიხედვით არის ქარების შემცირება. ამ 8 ქარის შემცირება. არა მხოლოდ, ნახეთ, რომ ავხსნა, უფრო დაბალანსება, არ ვიცი როგორ ავხსნა, რომ კარგად გადმოვცი და გასაგები იყოს. ნახეთ, უნდა დავაბალანსოთ კარგი და ცუდი. აი მაგალითად, ხო, როდესაც კარგი და საინტერესო ცხოვრება გვაქვს, ცხოვრების პერიოდში გვაქვს ესეთი პერიოდი, უფრო სწორად არის საინტერესო, სასიამოვნო მოვლენები ხდება, ბედნიერები ვართ და მოკლედ ეს ძალიან გვახარებს და აღფრთოვანებაში მოვყავართ და აღფრთოვანება არ არის საჭირო, აი ეს გვეუბნება, უნდა დავაბალანსოთ, ანუ ჩვენი ემოცია უნდა იყოს ისე, რომ არც რამეზე გადავირიოთ და გავგიჟდეთ სიხარულით და არც კიდე რაღაცა ცუდი როცა შეგვემთხვევა და ან ცუდად გრძნობ თავს, რაღაცა ცუდი ხდება ცხოვრებაში, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ხდება რას ვიზავთ, ვერსად ვერ გავექცევით, აი მაშინაც არ უნდა ჩავარდეთ აი უიმედობაში, სასოწარკვეთაში და არ ვიცი, შიშებში, რომელიც ფაქტიურად შიში ისეთი რამეა, რომ არ ვიცი, ცხოვრების ხარისხი ძალიან ეცემა, რომელ მიზნებზე და რომელ წარმატებულ ცხოვრებაზეა ლაპარაკი, როდესაც შიშია ელემენტარულად სიცოცხლე, ჩვეულებრივი ცხოვრებაც კი უინტერესო ხდება ძალიან ბევრი ადამიანისთვის და ბევრი კი არა ყველასთვის ალბათ, ხო? შიშებით ცხოვრება არ არის მარტივი, ძალიან რთულია. ხო, აი მოკლედ ეს არის რაც შეეხება ამ 8 ქარს და ხო, კიდე რა მინდა რომ თქვა, რომ ჩვენ არ უნდა ფიქრობდეთ ამის კიდევ ერთი აი ძალიან დიდი ის რაც არის, მიზანი ამ ფილოსოფი ამ 8 ქარის, სიცოცხლის 8 ქარის მიზანი და ამის ცოდნა რაში დაგვეხმარება. აქ პირდაპირ არის კავშირში ამ აღუშვფოთველობისგან, ვფიქრობ, რომ აქედან მოიყვანა ბუდას ფილოსოფიიდან აქვს ეს აღებული თვითონ ავტორს და ადამიანი უნდა იყოს მზად იმისთვის, მზადყოფნაში უნდა იყოს, ანუ უნდა გქონდეს მიმღებლობა, როგორც ჩვენ გვიხარია, გვიხარია ეხა ის ვერ გაგვიხარდება, ცუდი კარგი გვიხარია, მაგრამ როგორც მზად ვართ ჩვენ სიკეთეების მისაღებად, აი ცხოვრებისგან სიკეთის მისაღებად, რაც კარგი ხდება, ასევე აღმართს ჩვენს გვაქვს ესეთი გამოთქმა, რომ აღმართი მოსდევს და დაღმართს აღმართი. ანუ მე ვახსენე, რომ ძალიან იმედისმომცემი, რაღაცნაირად ძალიან დამაიმედებელია ამის ცოდნა. აი ეს ამას როდესაც გავეცნობით, ხო, ამ აღუშვფოთველობის თავს, აი ამ თავში მე მაგალითად ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის იმითაც, რომ კიდევ ერთხელ შემახსენა წაკითხვის დროს, რა თქმა უნდა, ხა ეს ყველამ ვიცით, მაგრამ კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ ადამიანის ცხოვრება სულ აი ესეთი პირდაპირ რომ იტყვიან სწორხაზოვანი არ არის, სულ არ არის იავარდებით მოფენილი, სულ კარგი არ იქნება. ყოველ არის რა ისეთი შემთხვევები, რომლებიც არ გვინდა რომ მივიღოთ, მაგრამ უნდა ვიყოთ მზად ამისთვის. აი ეს არის მთავარი იდეა და ძირითადი იდეა, ხო? რა თქმა უნდა, ამის სურვილი არავის არ აქვს, მაგრამ ესე ხდება ხოლმე. ხო, ერთი სიტყვით აი ეს 8 ქარი გვეხმარება ჩვენ მივაღწიოთ კონტროლს. და ასევე, აღუშვფოთველობაც, რა თქმა უნდა, გვეხმარება საკუთარი ემოციების დარეგულირება, იმაში გაცნობიერება პირველ რიგში და მერე უკვე დალაგება, ანუ კონტროლი, ჰარმონიულად ყოფნა საკუთარ თავთან. ანუ თუ მაგალითად იმის დადებითი ემოციები ძალიან აღვაფრთოვანებს, ასევე უნდა დავაბალანსოთ ეს ემოცია არ არის საჭირო ამ
ესე ძალიან აღფრთოვანდეთ რაღაცით, რომ შესაძლოა ზოგჯერ არის ხოლმე ესეთი მომენტიც, რომ ადამიანები, რომლებიც ძალიან ემოციურები არიან, მათზე არ მოქმედებს კარგად, კი, უხარიათ რაღაცა, მაგრამ აი ესეც შეიძლება გახდეს ერთგვარად აი სხეულის შფოთვის ემოცია, სხეულის რაღაცა რეაქცია გამოიწვიოს სასიამოვნო ფაქტმაც კი. და ალბათ თქვენც გაგიგიათ ამის შესახებ, ან შეიძლება თქვენ თვითონაც გამოგიცდიათ, რომ არის ხოლმე ესეთი მომენტი, რომ ხაცა ძალიან რო გვეხარია, მე შეიძლება თავიც აქტივდეს, ენერგია დაკარგო ძალიან დიდი. ну, მოკლედ ბალანსია საჭირო ყველაფერში და აქ მე ერთი ის გამომრჩა ვარცდები აღუშფოთველობის ელემენტებიო და აქ აქვს მოყვანილი სხვადასხვა ელემენტები, სხვა პრინციპები და ეხლა გაგაცნობთო გვეუბნება ამ პრინციპებს და თქვენ რამოდენიმე პრინციპი აქვს ჩამოთვლილი და მე თქვენ გამოიყენეთ ისე, რომელიც თქვენთვის იქნება მისაღები და საინტერესო და აი რამოდენიმე საკვანძო მომენტს წავიკითხავ ეხლა მე. აღუშფოთველობა არის სიმშვიდის მოპოვება ცხოვრებისეულ სირთულეებთან ბრძოლისას, რაზეც ეხლა ვისაუბრე, ხო? ამაზე ბევრი ვისაუბრე. შემდეგ, დამშვიდება იმის აღიარება, რომ არსებობს რაღაცეები, რომელთა შეცვლა უბრალოდ აღემატება ჩვენს ძალებს. კი ბატონო, აი აქაც მიმღებლობა არის აუცილებელი, იმიტომ რომ ხდება ისეთი რაღაცეები, გაუთვალისწინებელი, ან თუნდაც ჩვენ არ ვიცით, ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ანუ ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში, რომელმაც ხელი შეგვიშალოს ჩვენს დაწყობილი გეგმები მთლიანად ჩაშალოს და ну, ბევრი რამე ჩვენზეა დამოკიდებული, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ჩვენზე არ არის დამოკიდებული და ეს აღუშფოთველობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აი ამ დროსაც შევინარჩუნოთ მდგომარეობა, ნორმალური, მშვიდი მდგომარეობა და ადამიანი უკვე არ ჩავარდეს მართლა სასოწარკვეთაში. კიდევ შემდეგი ესეთი საკვანძო მომენტია, აღუშფოთველობა ცვალებადობის აღიარება. ხო, აი ეს ამაზე ვთქვი რომ ჩემთვის აი ცვალებადობა, ანუ ცვლილებები, ხო? ცვლილებები ასაკის არ ვერ ვიღებდი ჩემ ასაკს. ანუ სხვათა შორის ყველაფერს ცვლილება აქვს, ხო? აი რაღაცა გარკვეულ ასაკში გაქვს ძალიან დიდი ენერგია, ისეთი რომელი ენერგია, აი ყველაფერს რო ვასწრებდი და ანუ ყველაფერს აბსოლუტურად და მეგონა რომ აი სულ ესე ვიქნებოდი და რაღაც მომენტში, როდესაც რაღაც ჩემში აღარ იყო ის რაღაც ფიზიკურმა ჯანმრთელობამ უпростоრად ავანტყოფობამ ხელი შემიშალა, ჩემთვის ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა არა მხოლოდ ის, რომ მე მქონდა ტკივილი, რეალურად ფიზიკური ტკივილი, არამედ ის უფრო იყო მიუღებელი და დამთრგუნველი, რომ მე არ ვიყავი აი ესეთი მოქმედი, როგორც აქამდე ვიყავ, ისეთი ენერგიული, აღარ მქონდა ეს ენერგიები, ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე და აი მაშინ დავფიქრდი და მივხვდი, ну, რა თქმა უნდა, ხა მე ძალიან ბევრს მუშაობ ჩემს თავზე და არა მხოლოდ ჩემს თავზე, თქვენთვის რო სხვა ადამიანებთანაც მუშაობ და ეს თეორიული ცოდნა ერთია, მაგრამ როდესაც შენ თვითონ გამოცდი ამას შენს პრაქტიკაში, ეს კიდევ უფრო სხვა რამეა, თუმცა თეორიული ცოდნა აუცილებელია, ხო? და როდესაც იცი და გააზრებული და გაცნობიერებული გაქვს ეს ყველაფერი და უკვე რეალურად დგები აი ესეთი მომენტის დროს ეს გეხმარება რომ შენ შეინარჩუნო ის მდგომარეობა და არ გადახვიდე მეორე უკიდურესობაში და არ ჩავარდე ან დეპრესიაში ან რა ვიცი რაღაცნაირად ცუდ მდგომარეობაში. იმიტომ რომ მე მივხვდი რომ რამდენიმე დღე ვფიქრობდი რომ არა ვერ ვიღებდი ამას, სად არის ჩემი ენერგია, რატომ აღარ ვარ ისე და მე დაფიქრდები, გაიაზრებ რომ ეს ნორმალურია,
იმიტომ რომ შენ უნდა მიეჩვიო იმას, რომ შენ ასაკთან ერთად ეს ენერგიები იკლებს. მე არ ვიცახი რომ ასაკი ახლა იმას ნიშნავს რომ შევდა დამთავრდა ყველა რა სისულელია რა თქმა უნდა ეს არ არის და პირიქით ხო ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეგიძლია მაგრამ აი ის მუხტი რაც მაინც ახალგაზრდობასთან ახლავს რაც ისა ყველა უნდა გამოიყენოს იმიტომ რომ ის მე აღარ არის თავისთავად ახლა ადამიანის ფიზიოლოგია ეს არის ხო ეს მოცემულობაა ახლა გინდა არ გინდა ესია თავისთავად ცხადია თუმცა შეგიძლია დაეხმარო ყველანაირად და იმუშაო შენ თავზე გააკეთო ყველაფერი თუნდაც სპორტი თუნდაც სწორი კვება თუნდაც არის გაცნობიერება საკუთარ თავზე მუშაობა ფსიქოლოგიური რატომაც არა ეს ყველაფერი გეხმარება ადამიანს ნებისმიერი პრობლემა რაც შეგვხვდება გავუმკლავდეთ და აი ამ შემთხვევაში ჩემი პრობლემა რაც იყო კი მოგიყევით მშვენივრად ხო ჩაბღაუჭება კარგზე ან ცუდზე მხოლოდ ტკივილს გამოიწვევს რა თქმა უნდა წეგან ამაზეც ვისაუბრებ ფაქტობრივად მე ეს ყველაფერი მოგიყევით თქვენ უბრალოდ წიგნის მიხედვით არ მომიყოლია ვისაუბრეთ 8 ქარზეც და ეხა ნახეთ კიდევ ეს ძალიან კარგი თავია ასევე თავი არა ქვეთავი შენი დამოკიდებულება აღუშფოთველობასთან როდესაც საქმე აღუშფოთველობას ეხება ადამიანები როგორც წესი 4 კატეგორიად იყოფიან და 4 კატეგორია აქვს გამოყოფილი აგრესიული და აღუშფოთველი აგრესიული აღუშფოთველობის გარეშე ანუ აგრესიული და აი ესეთი რა თან აგრესიული და თან არა მშვიდი მოდი ესე უფრო გასაგებიერი თქვა ხო პასიური და აღუშფოთველი და პასიური აღუშფოთველობის გარეშე. ეხლა გამოყოფილი ამბობს რომ ყველაზე კარგი ვარიანტი ეს არის რომ აგრესიული და აღუშფოთველი დანარჩენი მიუღებელია და რა თქმა უნდა ესეც არის, იმიტომ რომ ოდესაც ადამიანი აგრესიული და ამავდროულად არის არამშვიდი და არაკონტროლირებადი, ანუ კონტროლი აღარ არის იქ უკვე, აღარანაირად ამ დროს შეიძლება საკუთარი თავი კი არ დააზიანოს სხვა ადამიანებსაც მიაყენოს ზიანი ეს ძალიან ცუდი ის არის რა ყველაზე ცუდია მე მკითხავ მე აქ პასიური და აღუშფოთველი ანუ პასიური და აღუშფოთველი წარმოიდგინეთ ეხლა პასიური ადამიანი ისედაც საქმეში პასიურობა ძალიან არაფრის მომცემი არ არის ადამიანი აქტიური უნდა იყოს, თუ უნდა რომ რაღაცას მიაღწიოს და მით უმეტეს საქმეში და პასიურობა, გამოუთქმელობა, ცუდად მოკლედ ერთ ადგილზე გაჩერება, რა თქმა უნდა და თან აღუშფოთველი, კარგია სიმშვიდეშია და ალბათ თავისთვის, ალბათ ესე ურჩევნია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ არ გამოგვადგება, იმიტომ რომ ჩვენ ვსწავლობთ იმ მეთოდებს და იმ გზებს, როგორ გავხდეთ უფრო უკეთესი, ვიდრე როგორ გქონდეს უკეთესი ცხოვრება, ვიდრე ეხლა გვაქვს და როგორ მივაღწიოთ წარმატებებს და პასიურობა გამოვრიცხოთ. და პასიური და არა და მე რა იყო როდესაც აღუშფოთებელი არ არის თან ამავდროულად, ანუ თან არც მშვიდი ხარ, არც და თან პასიური ხარ. ესეც რა ვიცი, არ არის მოკლედ ისეთი მდგომარეობა, რომელიც იქნება მისაღები და ამიტომ გამოყო მან რომ აგრესიული და აღუშფოთებელი ყველაზე კარგი არისო და რაც გონება თუ პასიურობა გახასიათებთ და აღუშფოთველობა ბევრით ვერაფრით დაგეხმარება ხო, მხოლოდ შეგახსენებს რომ ზედმეტად მოდუნებული და მშვიდი ხარ საიმისოდ რომ მნიშვნელოვან რამეს მიაღწიო ცხოვრებაშიო რაც ვისაუბრე კი ბატონო ხო და მე თავზე გვეუბნება ბოლოს რომ მე ვიყავიო ისეთ მდგომარეობაში რომ არ ვიყავი აღუშფოთებელიო პირიქითო, მაგრამ ვიმუშავე ჩემ თავზეო და მივაღწიე ამ მდგომარეობასო და წარმატებასაც მივაღწიეო აი ამ ყველაფრის წყალობით ახლა რაზეც ვისაუბრეთ, მაგრამ ესო ძალიან დიდი ფასი დამიჯდაო, იმიტომ რომ არ ვიყავი აღუშფოთებელიო და აი როდესაც თქვენ მე ვგირჩევთ ჩვენ გვეუბნება კითხველს რომ თუ მი ამ მდგომარეობას და აი ამ ფაქტორს გაითვალისწინებთ და იქნებით აღუშფოთველები, თქვენ უფრო ადვილად მიაღწევთ იმ წარმატებას, რაც მე ძალიან ძვირი დამიჯდაო. ხო, აი ესეც
იყო რომელი თავი მე-17 თავი. მე ხა ჩავწერ შემდეგში უკვე ლიდერობაზე აქვს წინა თავებშია, მაგრამ რატომღაც ეხა მომინდა ჩემ მდგომარეობას არ ვიცი ახლა რატომ მომინდა ამ თავზე მესაუბრა, ჩემი განწყობის მიხედვითაც წერ ხოლმე, რა თქმა უნდა ვიდეოებს და შემდეგში გავახელოთ ლიდერობა და კიდევ რამოდენიმე თავი დაგრჩა და დავასრულებთ მე ამ წიგნს. იმედი მაქვს ახალწლამდე ამ წიგნს მორჩებით. ну, მოკლედ დიდი მადლობა ვინც უსმენს ჩემს ვიდეოებს. თუ უფრო მეტი აქტიურობა იქნება, უკეთესი იქნება, რა თქმა უნდა. თუმცა მე მაინც ჩავწერ, არა აქვს მნიშვნელობა რამდენი ადამიანი იქნება და მსმენელი რამდენი მეყოლება. ჩემთვის ძალიან საინტერესოა და დიდი იმედი მაქვს, როდესმე ადამიანები დაინტერესდებიან, ბევრი ადამიანი დაინტერესდება ესეთი წიგნებით და ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარება, ჩემი აზრით. ნახოთ. დაგემშვიდობებით და წარმატებულ დღეს გისურვებთ, ან საღამოს თუ თქვენთან საღამოა.